შემოგთავაზებთ მესამე საუბარს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ შევჩერდით ტერმინ დოგმატის განმარტებაზე, აგრეთვე იმის განმარტებასაც ნაწილობრივ შევეხეთ, თუმცა არ დაგვიბოლოებია, თუ საკუთრივ მოძღვრებასთან დაკავშირებით, საეკლესიო მოძღვრებასთან დაკავშირებით დოგმატი რას გულისხმობს, რომ ის არც მხოლოდ შინაარსობრივია, არც მხოლოდ გამოხატულებითი, გამოთქმითი. ორივე ერთობლიობაა დოგმატი. ვიდრე სამოძღვრო აზრი უაღრესად ზედმიწევნითი ტერმინებით არ გამოითქმის და გამოთქმაში ასე არ ჩამოყალიბებდება, ჯერ კიდევ დოგმატთან, როგორც უცვლელ ფორმულირებასთან და დებულებასთან საქმე არ გვაქვს. შეიძლება აზრი არსებობდეს დოგმატური ფორმულირების გარეშე, აზრი იმ შინაარსით არა, რა თქმა უნდა, რომ ეს აზრი შეიძლება შეიცვალოს. სხვა ფორმით არსებობდეს, მაგრამ როცა ის დოგმატურ გამოთქმას შეიძენს, ანუ უაღრესად ზედმიწევნითი ტერმინებით მოხდება მისი ფორმულირება, მაშინ უკვე ჩვენ საქმე გვაქვს დოგმატთან, როგორც მოძღვრებასთან და როგორც გამოთქმასთანაც ერთობლივად. ამ აზრით საეკლესიო დოგმატიკა, როგორც დოგმატთა ერთობლიობა, ამას კვლავ ძალიან გაუსვამთ ხაზს, ჭეშმარიტად გვირგვინია მთელი საეკლესიო ლიტერატურისა, მთელი მართლმადიდებლური მოძღვრებისა, ყველაზე უფრო არსებითი და ღირსეული ნაწილია მისი. მაგრამ აღნიშნავდით იმასაც, რომ მხოლოდ დოგმატიკა არ შეადგენს საეკლესიო მართლმადიდებლურ მოძღვრებას. არის მეორე ნაწილიც, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ძიებითი ნაწილი უწოდოთ. თუ პირველი დოგმატური, ესაა გამოცხადებითი ნაწილი საეკლესიო მოძღვრებისა, მეორე ნაწილი, ესაა ძიებითი ნაწილი მოძღვრებისა. ჩვენ როდესაც პირველ მათგანს, ესე იგი დოგმატურ ნაწილს, ძიებას არ უკავშირებთ და ამაზე უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, არ უკავშირებთ სწორედ იმიტომ, რომ ეს სწავლებანი ჩვენდამი მოწოდებულია თავად ღვთის მიერ, თავად უცთომელი ცოდნის და ყოვლისცოდნეობის მფლობელის მიერ და რა თქმა უნდა ის არავითარ ადამიანურ ცვალებადობას და კრიტიკას არ შეიძლება დაექვემდებაროს. მაგრამ აი ეს სწავლებანი, ეს ფუძემდებლური დებულებანი, გამოცხადებითი უწყებანი, ჩვენ გვაძლევს უმტკიცეს საფუძველს იმისას, რომ ცალკეულ კერძოობით შემთხვევებში ჩვენ თვითონაც გონებითი ძიებანი ვაწარმოოთ და რამდენადაც ეს გონებაც, გონებრივი მოღვაწეობის უნარიც ასევე ღვთივმიმადლებულია, არც ეს ძიებანია ღვთივსულიერებისგან უნაწილო, მოკლებული ღვთივსულიერებას. თუ რა თქმა უნდა, ამას ხაზს გავუსვამთ, ნებისმიერი ჩვენი გონებითი ძიება იმ შარაგზაზე მავალია, იმ კარიბჭიდან გამოდის და იმ კარიბჭეში შედის, რასაც დოგმატიკა ეწოდება. დოგმატიკის საზღვრებიდან იწარმოება ნებისმიერი ძიებითი გონებრივი მოღვაწეობა ამა თუ იმ საეკლესიო მოძღვრისა. როდესაც ამ აზრს გამოვთქვამთ და ასე ვაფასებთ ჩვენ ძიებით ნაწილს და დოგმატურ ნაწილსაც და უწოდებთ დოგმატურ ნაწილს როგორც საზღვრებს, ზოგჯერ ეს ბადებს მსმენელშიც და მკითხველშიც არაჯანსაღ განწყობას და გამოაქვთ ხშირად დასკვნა, რომ თითქოს დოგმატიკა ესაა რაღაც წინასწარ ჩარჩოები, რაც ზღუდავს ვითომც და აზრის თავისუფლებას და ამიტომ მავანი დღეს, როდესაც საეკლესიო მოძღვრების წინააღმდეგ ილაშქრებს, ჩვენ არ გულისხმობთ აქ ათეისტებს, სწორედ სარწმუნოების მოტრფიალე პირებს შეგვიძლია ასე ვთქვათ და სარწმუნოებრივი თითქოს და პოზიციიდან, რელიგიური აზროვნების პოზიციიდან, ასე შეიძლება ითქვას, რელიგიური აზროვნებითი თავისუფლების პოზიციიდან ილაშქრებს საეკლესიო მოძღვრების წინააღმდეგ, ილაშქრებს სწორედ ამ ფსევდოარგუმენტით, რომ თითქოს საეკლესიო მოძღვრება ესაა დოგმატიკის ჩარჩოების ტყვეობა და იქ არავითარი აზროვნებითი პროცესი არ მიმდინარეობს და ეს საზღვრები, სადაც საზღვრებია დადებული, თვლიან ისინი, იქ არ შეიძლება თავისუფალი აზროვნება იყოს. სინამდვილეში ესაა აბსოლუტურად ყალბი გაგება, ჩვენ საზღვრებს ამ შემთხვევაში გულისხმობთ არა მართლაც ჩარჩოების და რაღაც დაბრკოლებების აზრით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ასე გამოხატოთ ეს სულიერი კალაპოტის მნიშვნელობით. სადაც არ არსებობს გაკვალული გზა, იქ მოგზაური აუცილებლად ეკალბარდებში გადაიჭრება.
დოგმატი ესაა სწორედ ის გზა, რომელიც ნებისმიერ ჩვენ სძიებას უნდა უწინამძღვრებდეს, ბილიქს უნდა უკვალავდეს მას, სადინარს უნდა აძლევდეს ჭეშმარიტი სულიერი კალაპოტით, ჭეშმარიტებისკენ უნდა მიმართავდეს მას. ხოლო რაც შეეხება აზროვნების თავისუფლებას, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აზროვნების თავისუფლება საეკლესიო მოძღვრებაში არა მხოლოდ ამ მეორე ნაწილში, ძიებით ნაწილში მჟღავნდება, არამედ პირველ რიგში აბსოლუტური ქმნილებისათვის შესაძლებელი აბსოლუტურად აღმატებული თავისუფლება აზროვნებისა პირველ რიგში ვლინდება სწორედ დოგმატიკაში და რა გაგებით. დოგმატის ჭეშმარიტებაში დაეჭვება კი არ გახლავთ თავისუფალი აზროვნება, არამედ დოგმატი როგორც ჭეშმარიტებისგან გამოკრთომილი სხივი ხელს გვაშველებს ჩვენ რომ მზისკენ გავიხედოთ, თავად ბუნებითი თავისუფლებისკენ, ბუნებითი შეუზღუდავი აზროვნებისკენ აღვიპყროთ თვალნი ჩვენი სულისა. და თუ უფალი თვით არის ჭეშმარიტი თავისუფლება და ჭეშმარიტი აზროვნება, ის საშუალება, რომელიც სწორედ მისკენ მიგუმართავს ჩვენ, როგორ შეიძლება რომ აზროვნების თავისუფლების დამაბრკოლებელი იყოს. შესაბამისად, დოგმატი დამაბრკოლებელი არა აზროვნების თავისუფლებისა, არამედ ფსევდოაზროვნების თავისუფლებისა. ხიბლი გაუკუღმართება ნებისმიერ მოვლენას შეეხება, ჯერ კიდევ ათენაგორ ამბობდა მეორე საუკუნეში, რაწამს აღმოცენდება რაიმე ჭეშმარიტება, მყის თანაშეეხორცება მას ცრუ ჭეშმარიტება და მათ შორის მიჯნის გავლება ყველასთვის ადვილი არ არის. დღესაც ეს ძალიან ჭირს და ზოგისთვის აზროვნების თავისუფლებად რჩება ნებისმიერი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას, რომ ასეთი ნებისმიერება აზროვნებაში ჯერ თვით ამ პიროვნებას, ვინც ამას გამოთქვამს, როგორ აუკუღმართებს და მერე მსმენელებს და მკითხველებს, რომლებიც გულწრფელად ენდობიან ამა თუ იმ ავტორიტეტს, აი მათ როგორ გადახრის ჭეშმარიტების გზიდან, საღვთო გზიდან ვთქვათ ასეც. ერთი და იგივე ჭეშმარიტება და ღვთიურობა. დოგმატის ერთადერთი დანიშნულება, უზენაესი დანიშნულება, ღვთივმიმადლებული დანიშნულება გახლავთ ის, რომ ადამიანური გონება, არა მხოლოდ აზროვნება და არა მხოლოდ გონება, ესეც შეგვიძლია მთელი მისი მოღვაწეობა, მთელი მისი ყოფითი არსებობა ჭეშმარიტებისკენ მიმართოს და დაუბრკოლოს მხოლოდ და მხოლოდ საცდურისკენ, სთომილებისკენ, გაუკუღმართებისკენ, გადაცდომის შესაძლებლობა. აი ეს დაუბრკოლოს, ამისგან განარიდოს ის, სწორედ ესაა დოგმატის დანიშნულება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დოგმატის დანიშნულება სწორედ თავის ჭეშმარიტი თავისუფალი აზროვნებისკენ, ანუ თავად უფლისკენ მიმართვა ადამიანისა და ფსევდო თავისუფლებისა და ფსევდო აზროვნების მთლიანად გარიდება მისგან. რა თქმა უნდა, ადამიანი თუ ხილში ჩავარდება და მას თავისუფალ აზროვნებად მოეჩვენება სრულიად უკუღმართი და დაუსაბუთებელი და დამღუპველი დებულებებისა და აზრების შეთვისება, თუ ეგარი ვითარება ვინმე შეემთხვევა, რა თქმა უნდა, ის ეკლესიური სწავლებით არათუ თავისუფალ აზროვნებაში იმყოფება, არამედ მთლიანად მოკლებულია თავისუფალ აზროვნებას და თავისი ფანტაზიების, თავისი ხიბლისმიერი წარმოსახვების ხეტიალშია და შესაბამისად უგზოუკლო შეზღუდულობაში. ყველაზე მეტი შეზღუდულობა სწორედ უმიზნობაში ხეტიალი გახლავთ. აი ამის თავიდან აცილებას განაპირობებს დოგმატი და დოგმატი გახლავთ ის უმტკიცესი მარჯვენა, ის საღვთო მკლავი, რომელიც ათასგვარი ეჭვებით, ათასგვარი ცდომილი აზრებით სავსე ადამიანურ გონებას, აი ამ ცდომილი აზრების ჭაობიდან ამოიყვანს, ზეაიზიდავს და ნამდვილ ბრწყინავ და მანათობელ თავისუფლებას აზროვნებით, ანუ გონებით მზეს თავად უფალს აზიარებს. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ძალიან ბევრი მსჯელობა შეიძლება, მრავალი წყაროს დამოწმება შეიძლება, მაგრამ თვლით რომ არსებითი ითქვა. დოგმატი ეს არ გახლავთ, კვლავ გავიმეორებთ, აზროვნების დამაბრკოლებელი, პირიქით ის გახლავთ ერთადერთი საშუალება, რომ ჭეშმარიტი აზროვნებისკენ წარემართოს პიროვნება, რომელიც განღმრთობას ეძიებს, რომელიც გადარჩენას ეძიებს. ამ განმარტების შემდეგ ნათელია, რომ დოგმატი ძიები უკვე მეორე ნაწილს, დოგმატიკა მეორე ნაწილს საეკლესიო ლიტერატურისას სწორედ იმ საზღვრებს უყალიბეს, იმ მტკიცეს კალაპოტს აძლევს, რომ ეს ძიებანი თვითმიზნური არ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ქვენა და სუსტი ზრახვების ნებაზე
არ დათარეშობდეს, რომ მას მართლაც საღვთო ნაყოფი მოედევნოს და ამ ძიებითი ღვაწლის შედეგიც თვალსაჩინო იყოს. რაღაც უნდა მოიპოვოს ადამიანმა, როცა ის რაიმეს ეძიებს. ეკლესიური მოძღვრება ხელს უშლის ნებისმიერ ფუჭ მოქმედებას და ძიების მხრივ ნებისმიერ ფუჭ ძიებას. აი ამ ფუჭი, ამაო ძიებების დამაბრკოლებელი გახლავთ სწორედ დოგმატი და დოგმატიკა. ამიტომ დოგმატიკა გახლავთ ის უმტკიცესი ზღუდე და გალავანი, რომელიც გარშემოვლებულია საეკლესიო მოძღვრებაზე და ამ საეკლესიო მოძღვრების შიგნით, ამ გალავნის შიგნით ყოველი ძიება და ამ სულიერი კალაპოტის შიგნით მიმდინარე ყოველი აზრი უეჭველად კეთილნაყოფს გამოიხებს. მაგრამ ამგვარი საღვთო დანიშნულების წარმოჩენის შემდეგ უფრო პრაქტიკულად განვაგრძობთ მსჯელობას და შემადგენლობითი თვალსაზრისით კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ საეკლესიო მართლმადიდებლური მოძღვრება ერთი მხრივ შეიცავს დოგმატურ ნაწილს, რაც იგივეა გამოცხადებით მოძღვრებას, უცვლელ დებულებებს, ხოლო მეორე მხრივ ძიებით ნაწილს, ოღონდ ისეთ ძიებით ნაწილს, რომლებიც დოგმატთა საზღვრებში წარედინება და წარემართება. აი ამ მეორე ნაწილის, ძიებითი თუ პირველი ნაწილის გამომხატველი გახლავთ ტერმინი დოგმატი, რაც უკვე აღვნიშნეთ, აი ამ მეორე ნაწილის, ძიებითი ნაწილის გამომხატველი გახლავთ ტერმინი დოქსა. ასე რომ დოგმატი და დოქსა მართალია ერთი და იმავე ზმნისგან წარმოიქმნა და ერთი და იმავე ზმნის შინაარსს მეტნაკლებად ეფუძნება, მაგრამ ერთმა მიიღო უცვლელობის, სიმყარის მნიშვნელობა, ხოლო მეორემ კვლავ შეინარჩუნა იმ წარმომქმნელი ზმნის, იმ სათავის, დოკეო გულისხმობთ ამ ზმნას, ბერძნულ სიტყვას, მისი ძირითადი გააზრება, როგორც უკვე აღვნიშნავდით, დოკეო უდიდეს წილად სწორედ ვარაუდის მიერ, მოსაზრების მიერ აზრს გამოხატავს. დოქსა, თუ ჩვენ განმარტავთ, ნიშნავს თვალსაზრის, შეხედულებას, მოსაზრებას, მაგრამ ნებისმიერი თვალსაზრისი აუცილებლად პიროვნულ ნიუანსს იტევს, რომ პიროვნულად მე ეს მოსაზრება მაქვს, პიროვნულად სხვა მოსაზრება აქვს. ანუ დოქსა აუცილებლად პიროვნულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოგმატი ამ შემთხვევაში პიროვნულობა სუბიექტურობის გაგებით, სუბიექტურობა და პიროვნულობა ერთი და იგივეა, მოგეხსენებათ ლათინური სუბიექტურობა, ქართულად პიროვნულობა, მაგრამ მაინც სუბიექტურობის გაგებით, ანუ პირადულზე აქცენტირების გაგებით, დოგმატი არასოდეს არ მოიხმობა, მაგრამ დოქსაში ეს სახესია. ამისგან გამომდინარე, რამდენადაც როგორც თქვი, თვალსაზრისი აუცილებლად გულისხმობს პიროვნულს, რომ ჩემი პიროვნული აზრი ასეთია, შენი პიროვნული სხვა არის, აქედან გამომდინარე დოქსას ახასიათებს არჩევითობის თვისება. მე ვირჩევ ამ თვალსაზრისს, მე ეს თვალსაზრისი უფრო მაჯერებს და არა მხოლოდ მაჯერებს, რახან მაჯერებს ეს თვალსაზრისი უფრო მომწონს, უფრო მესათნოება. ამიტომ ჯერ ზმნა დოკეოც და შემდეგ მისგან ნაწარმოები დოქსაც, გარდა თვალსაზრისისა, შეხედულებისა, მოსაზრებისა, ამ შინაარსაც ფლობს მოწონებისას, სათნოყოფისას, რომ ვიღაცას რაღაც ესათნოება. ვიდრე მსჯელობას განვაგრძობდეთ დოქსასთან დაკავშირებით, კვლავ დაუბრუნდებით დოგმატს და შევეხებით ასეთ საკითხს. ეს ტერმინი რომ უფრო წვდომადი გახდეს ჩვენთვის, განმარტავთ და რამდენიმე სიტყვით გადმოვცემთ იმასაც, თუ როგორ ითარგმნებოდა იგი ძველ ქართულ საეკლესიო ტრადიციაში. საზოგადოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ამა თუ იმ ერის საეკლესიო ცხოვრება, საეკლესიო მოღვაწეობა ყოველთვის გულისხმობს ტერმინოლოგიურ წვდომას მოძღვრებაში. რამდენადაც საეკლესიო ტერმინოლოგია არსებითად ბერძნულ ენაზე ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახალი აღთქმა ბერძნულად დაიწერა და მთელ საღვთო წერილს, მაგრამ მიმდევრობითი გააზრებით უშუალოდ ახალ აღთქმას ეფუძნება საეკლესიო ლიტერატურა, შესაბამისად საეკლესიო ლიტერატურის უადრესი ეპოქაც ასევე ბერძნულენოვანი იყო. ბერძნულად უდიდესი განვრცობა შეიძინა სამწერლობო მოღვაწეობამ საეკლესიო კუთხით და ტერმინოლოგია, საეკლესიო ტერმინოლოგია ფაქტობრივად ბერძნულად ჩამოყალიბდა. უდიდესი შრომები საეკლესიო ღვთისმეტყველებისა ასევე ბერძნულ ენაზე დაიწერა. შესაბამისად, სხვა ერების მოღვაწეობის უმთავრესი მიმართულება ყველა დროში გახდათ ბერძნულენოვანი საღვთისმეტყველო ლიტერატურის, რაც შეიძლება უფრო და უფრო ღრმად, უფრო და უფრო ზედმიწევნით
წვდომა. იგივე ითქმის ქართულ საეკლესიო ლიტერატურაზე, საქართველოს ეკლესიის მოღვაწეთა თარგმნელობით საქმიანობაზე. თარგმნა ეკლესიური სწავლებით ესაა ის სულიერი პროცესი, რაც შინაგანად აუცილებლად გულისხმობს ორიგინალთან გათანაბრებისკენ სწრაფვას, ორიგინალის სულიერებაში არსობრივად შესვლას. არასოდეს საეკლესიო ტრადიციაში თარგმნა მექანიკურ პროცესად არ განხილულა. ჩვენ შეიძლება ამ საკითხის შემდეგ კვლავ დაუბრუნდეთ და არ არის გამორიცხული ამის საშუალება არ მოგვეცეს. ამიტომ აქვე, რადგან ეს საკითხი წამოიჭრა, აქვე განმარტავთ, რომ უდიდესი მთარგმნელები, ქართველი მთარგმნელები ყოველთვის აცნობიერებდნენ, რომ მთარგმნელობითი მოღვაწეობაც იმგვარივე ღვთივსულიერი საქმე იყო, როგორც ორიგინალის ენაზე საღვთისმეტყველო შრომების დაწერა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ესა თუ ის საღვთისმეტყველო შრომა სულიწმინდის შთაგონებით, სულიწმინდისეული მადლით იწერებოდა, თარგმნითი პროცესიც ამავე მადლისგან აღსრულებულად მიიჩნეოდა. ამ ხრივ ალბათ მართლაც განსაკუთრებული გახლავთ ცნობილი ანდერძი წმინდა გიორგი მთაწმინდელისა, ჩვენი უდიდესი მთარგმნელისა მე-11 საუკუნის, მისი ცნობილი ანდერძი, რაც მან დაურთო მისგან თარგმნილ თხზულებას 6 დღის შესახებ. ეს თხზულება გახლავთ შრომა ბასილი დიდისა, მე-4 საუკუნის უდიდესი საეკლესიო მოძღვრისა და ეს თხზულება, როდესაც თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა, როგორც მას ჩვეოდა, ბოლოში სათანადო ანდერძითაც შეამკო. სწორედ ეს სიტყვა შემიძლია ამ შემთხვევაში გამოიყენოს, რომ ეს მართლაც შემკობა ამ ძეგლისა. ასე ღრმად წვდომა მთარგმნელობითი სულიერებისა ჩვენ პირადად სხვა შემთხვევაში ნაკლებად გვეგულება და ეს ანდერძი მარადიული ნიმუშია იმისა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი და ღირსეული თარგმანი. რას ამბობს გიორგი მთაწმინდელი? გიორგი მთაწმინდელი ამბობს და მიმართავს პირველ რიგში მისი თარგმანის შემდგომ დროინდელ გადამწერებს, რომლებმაც უნდა გადაწერონ ეს შრომა. და მკითხველებსაც, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში გადამწერთ. და ეუბნება მათ, რომ ჩემს ამას შრომას აღწერდეთ, ამბობს ის, რომლებიც ამ ჩემს შრომას გადაწერთ, ისე გადაწერეთ, ჩვენ მაინც ახალ ქართულად ვამჯობინებთ, მოვიტანოთ ძირითადი აზრი ამ ანდერძისა, და ისე გადაწერეთ, თითქოს და ახლად დაწერა წმინდა ბასილიმ. ვითარმცა ახლად აღეწერა წმიდასა ბასილის. თავის ტექსტში ასია. ესე იგი, როგორც ჩემი თარგმნილი, ასე კი არ გადაწეროთ, ამბობს გიორგი მთაწმინდელი, არამედ ისე გადაწერეთ, თითქოს ბასილის მიერ ქართულად დაწერილ, ქართულ ენაზე დაწერილ შრომას გადაწერდეთ. რატომ? და ამას ასეთი არგუმენტით ასაბუთებს. მიუხედავად იმისაო, ამბობს გიორგი მთაწმინდელი, სწორედ ჩემი ცოდვილი ხელი თარგმნიდა და არა მარტო თარგმნიდა, ნუსხვიდაო, ანუ გადაწერდაო, რომ შავი დედნიდან თეთრ დედანში. თვითონ იგი იყო, ესე ბასილი დიდი იყო, თარგმნელიც და ნუსხველიცო. დაღაცა თუ წიკულევანი ჩემი ხელი თარგმნიდა და ნუსხვიდა, გარნა თვითვე იყო თარგმნელიცა და ნუსხველიცა. აი ეს ანდერძი უკვე აშკარად წარმოაჩენს იმას, რომ გიორგი მთაწმინდელი ამგვარი ღირსეული თარგმანის შექმნას საკუთარ დამსახურებად კი არ მიიჩნევს, არამედ პირდაპირ უკავშირებს ამ დამსახურებას ბასილი დიდს. ბასილიმ სულიწმინდის მადლით დაწერა ეს შრომა ბერძნულად და იმავე სულიწმინდის მადლით ითარგმნა ქართულად თავად ბასილი დიდის შემწეობით. ბასილისგანვე მომადლებული, ამ შემთხვევაში გიორგი მთაწმინდელისადმი, საღვთო ნიჭით თარგმნისა. და ქართული თარგმანის ფაქტობრივ ავტორად თვითონ როგორც ტექსტის, რა თქმა უნდა, ამ თარგმანის ავტორი სულიერად და შინაარსობრივად ბასილი დიდია, მაგრამ აქ აქცენტი რაზეა, რომ თვით ქართული ტექსტის, ქართული თარგმანის როგორც ტექსტობრივი მონაცემის და არა მხოლოდ იმ ტექსტის, თვითონ ხელნაწერში გადაწერილი ტექსტის ავტორადაც კი გიორგის მიერ ბასილი დიდია წარმოჩენილი. ახლა ამგვარი ანდერძის ფონზე, რა თქმა უნდა, ის დაეჭვებულნიც უნდა გამოვიდნენ დაეჭვებიდან, რომლებსაც ნაკლებად სჯერათ, ან და შეიძლება ითქვას საერთოდ არ სჯერათ, ცნობილი ფაქტი, ძველი აღთქმის ებრაულიდან ბერძნულად თარგმნისა ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობს სათნო გადმოცემა, რომ თარგმანი შესრულდა 72 მთარგმნელის მიერ, ორ-ორი მთარგმნელი ერთ ოთახში იჯდა, ესე იგი 36 თარგმანი იქნა მიღებული და ამ 36 თარგმანის ტექსტი აბსოლუტურად დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომ რომ ეს თარგმანი, რომელსაც ეწოდება სეპტუაგინტა, ანუ სეპტანტა ზოგჯერ უფრო მცდარად, კანონიკურ
ტექსტად დამკვიდრდა საეკლესიო მსახურებაში, ბერძნულენოვან საეკლესიო მსახურებაში. იმიტომ რომ ასეთი ღვთივსულიერი საფუძველი აქვს მის თარგმანს, ებრაულ დედანზე უფრო, რა თქმა უნდა, ეკლესიური ისტორიისთვის ებრაულ დედანზე უფრო ღვთივსულიერად წარმოჩნდა ის საეკლესიო მსახურებისთვის. ღვთივსულიერად, იმიტომ რომ ასეთი სასწაულებრივი შედეგი მოჰყვა ამ თარგმანს. ყოველ შემთხვევაში ადეკვატურად ებრაულთან უეჭველად მიიჩნეოდა. და აი ეს ფაქტი მრავალთათვის საეჭვოა, მაგრამ ამ შემთხვევაში გიორგი მთაწმინდელის ანდერძიც აბსოლუტურად იმავეს გვაუწყებს ჩვენ, რომ მისი თარგმანი მისივე აღიარებით სრულიად იდენტურია ბერძნული დედნისა, თავისი სულიერებით, თავისი შინაარსით, თავისი ტექსტობრივი გაფორმებით, თავისი ხელნაწერული სახითაც კი. ეს ანდერძი, ფიქრობთ, ამაშიც გვეშველება ჩვენ, რომ უკეთ ჩავწვდეთ იმ უაღრესად სულიერ მოვლენას, რასაც სეპტუაგინტის შექმნა გულისხმობს. მაგრამ კვლავ დაუბრუნდეთ იმას, რასაც ვამბობდით, რომ თარგმნა ასეთ ღვთივსულიერ მოვლენად მიიჩნეოდა და შესაბამისად ბერძნული ტექსტის ტერმინოლოგიური წვდომა მეორე ენის წარმომადგენლისგან ითვლებოდა არა კნინობითი შინაარსისა და ღირსების მქონე მოვლენად, არამედ გატოლებულად ორიგინალის ღირსებასთან. ამას ხაზს უსვამთ, იმიტომ რომ თუ როგორ ითარგმნებოდა თუნდაც ამ შემთხვევაში ტერმინი დოგმატი ქართულად, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია საკუთრივ ბერძნულენოვანი ტერმინის დოგმატის შინაარსობრივი წვდომისათვის, მისი სიღრმის უკეთ გასაცნობიერებლად. ჩვენ ამ შემთხვევაში აქ შევჩერდებით, იმიტომ რომ ჩვენი საუბრის დრო ამოიწურა და შემდგომ საუბარში, რა თქმა უნდა, დაწყებულ მსჯელობას ბოლომდე დავასრულებთ.